ესეც ასენცულები მეგობრებო 14 ნოემბრის 2025 წლის დაუმარჯოს. სწორი როგორ არის 30 თუ 20? როგორ? 20. 30 თუ 30? 30. ზ. შეგემო. ზ. აი, ვისი ინტერვიუ არ მოხდება? 50. შენი? I am Lucas. ლუკა. I am ის აი სალარი პატარა ანდრია კაი მოიყვანე აი მე აუჩო პატარა ანდრიას დაუჭო აი ერიდება მოდი მაშინ შენი ძმაო რა ახლა არ დამიწყო პრანჩოა რა ინტერვიუ უნდა ჩა აბა ბიჭო ვასკლოვები რო გახდები იმდეს რო დაგესევია დადექი შუქზე აქანა დადექი ძამია აი ცოტათი აჰა ეგა სულ ახლა ამას დაგიმატო და დავიწყო აი, გაუჩნდეთ ერთმანეთს, აბა, სახელი, გვარი. Andrea Copalini. კოპალიანი? ამ კოპალიანის ვინ ხარ? ჩემი ბიძაშვილი. ხარ რა, ნაცაობი, ხა? ბიძაშვილი. ბიძაშვილი, ხარ? აი, ანდრია, აბა რამდენი წელი? მე ვარ 12. რამდენი ხანია რაც ამ საქმიანობით ხარ დაკავებული? ფეხბურთი კონკრეტულად. ამ 7 წელი და ვთამაშობ, ეს 4 წელია. ახლა? შენი თანახმად, რატო უყურებ ყველა ამბავს? თუ წადი თქვენი საქმეები არ გეკეთე. უყურებ, ხეში ვარ და ვაიკარებ. აი. უნდა მეკითხა ახლა საიდან ისანი მეთქი და ამბები მეთქი, მაგრამ აბა ამ კაცს გაუწევია რეკომენდაცია. ადრესი ყავი? აი, მოდი ახლა გითხარი ჩემო ძმაო, რა მოგწონს FC-სანში და რატო მაინც და მაინც FC-სანში? აი გუნდია და კარგი ბავშვები არიან, მეგობრული გარემოა ძალიან კაი გარემოა და აგერ ბევრს ვიჩვევ და ბევრთან ერთად ვარ გარეთ გამყოფი და სულ ერთად თამაშობ ხოლმე ფეხბურთს და ჩემი ბიძაშვილმა მითხრა კაი გუნდია შემოდიო და მაგის მერე ერთად ვიყავით. ამას არ უხახუნო ძალიან. მაგიტო? აი, კიდე რაიმე ესეთი ხარისხი რა არის, აი რატომაც FC-სანი აირჩიე. არა, მასწავლებელი. ვარჯიშების ხარისხი თქვათ მაყოფილი. ჩემი? ხო, არა, საერთოდ აი ეს ვარჯიშის მანერა რა, ვარჯიშის სტილი რა სტილითაც ვარჯიშობს FC-სანი. რა ძალიან კაია. ძალიან კაია, ხო? კი.
კარგი, რა პოზიციაზე ხარ? მარცხენა შემტევი. მარცხენა შემტევი. ახლა შენ მითხარი, აი შენი შესაძლებლობების რამდენ პროცენტს დახარჯავებ სიისანში? ვეცდები რომ 100-ე დავხარჯო. 100 რო დახარჯო? გახსნილი გაქვს 100% შენ თავის ვარჯიშობით? ჯერჯერობით არა ჩემს. არა ხო? აი მართალი სწორი შეფასება. 100 რო ქონდეს გახსნილი აქ რა გინდა ხა იქნებოდი უკვე რაღაცა იმეჩი. კოსმიური მეჩი. აი, ძალიან კაი. ახლა შენ მე ჩავმითვალე შენი ტოპ 3 საყვარელი ფეხბურთელი და იმით გავიგებ შენს სპორტულ გემოვნებას. რონალდო, რონალდინიო და ნეიმარი. რონალდო, რონალდინიო და ნეიმარი. ახლა შენ ბიჭო მესიზე ფორვარდაც და? ჰა? მოღალატეა? აუ რატო აბა რა არის სტერეოტიპულად არ დაასახელა ესე. ძალიან კაი, კაი, კლუბები? რეალი, ბარსა და PSG. რეალი, ბარსა, PSG. ფეხბურთის გარდა რა შეხარჯავ შენს დანარჩენ დროს? ხანდახან კალათბურთებს თამაშობ ხოლმე და შეხებილი? დავდივარ გარეთ და რა ბევრ დროს კიდე სწავლაში ვხდი. აი მაგამდე ესე იგი შენ თქვენ მხოლოდ როგორ სწავლობ? კარგად. კარგად სწავლობ? ეხლა თქვენ გეტყვით ყველას ერთ რამეს. არის ბიჭებო, ესეთი ტენდენცია უკვე ძალიან დიდი ხანია მსოფლიოში, რომ თუ არა აქვს უმაღლესი განათლებით ამადასტურებელი დიპლომი, ატესტატია თუ რაც არის, მსგავსი რა არიღებენ ძალიან მაღალი დონის კლუბებში. რო იცოდეთ, მაგალითად, რეალ მადრიდში, ბარსელონაში, PSG-ში. თუ არ გაქვს უმაღლესის განათლების ამადასტურებელი საბუთი, როგორც ნაყიდი არა, ტესტირებებს უკეთ ატარებენ, არიღებენ. ასე რომ განათლებას დიდი ყურადღება მიაქცევენ. გარდა ამისა, ბუზალაძე შეიძლება ტრავმა მიიღო ჯვარი წერიათ და ვეღარ ითამაშო ადამიანმა ვერასდროს ყველა ჯვარი წერიათ და განათლება როცა მიღებული გაქვთ ვერავინ წაგართმევთ განათლებით პროფესიის ათვისებას და პროფესიით მუშაობას. წარმატებას გისურვებთ პატივცემულო და ეთმა ხელი მოგიმართოს საქმიანობაში, ყველა საქმიანობაში რასაც ხელს მოკლდებით. აი კაც ხარ შენ დღეს შენ გაკვირდები განსაკუთრებით. თქვენი ინტერვიუ ნახეთ? მოგეწონათ? ამის ხوار დავამატებ. არა, შენს განმეორებით ჩავწერთ, იმიტომ რომ სადაც საერთო წელი გავარად ძველი ინტერვიუ. აი, მომდევნო შენ მოემზადე სულიერად, რომ მომდევნო ინტერვიუერი შენ იქნება. დღეს არა, ხვალ. მალე, ყველას რომ ამოვწურე. ნახოთ, რა რენდომი.
ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექა დეშუბა 83. მადლობა.